აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მორიგის ხდომა გაიმართა, რომელსაც მთავრობის თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ვახტანგ ყოლბაია უძღვებოდა. ხდომაზე მოისმინეს ინფორმაცია აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის შესახებ და აფხაზეთის მთავრობის 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული კერძო სამართლის იურიდიული პირების 2016 წლის საქმიანობის შედეგების შესახებ. მე მინდა გითხრათ, რომ ეს წელი ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტის შესრულების თვალსაზრისით იყო წარმატებული. ჩვენ ყველა დამახასიათებელი პარამეტრები კარგად შევასრულეთ. ხარჯვით ნაწილით სხვადასხვა საკმაოდ მაღალი პროცენტული მაჩვენებლით შესრულდა. ეს მაჩვენებლები ჩვენ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ მიმდინარე წლის ბიუჯეტის ცვლილებებისას აუცილებლობიდან გამომდინარე ჩვენ ამ თანხებს გამოვიყენებთ ბიუჯეტის გაზრდის თვალსაზრისით. ძირითადად ეს შეეხება ჩვენს პრიორიტეტულ მიმართულებებს სოციალური კუთხით.